ჯამაცა შური ზუჯამათნეს ნუ რაღაცა გამოხსენე ხა კვირა რო იყო ის ნების შვიდეული რო იყო აი ნების შვიდეული იყო ნების შვიდეული მაგარი ნების შვიდეული იყო ხო და მოკლედ ამ ნების შვიდეულისთვის აქ გამოცემული აქვს საკმაოდ კარგად აქვს რა ესე გაკეთებული ინგლისურ ბერძნული არის წიგნები არა ესეთი და მთლიანი მსახურება როგორც უნდა იმსახურო თავის ხალხისთვის არის და ხალხი ეს ზიდიკას და ნუ თუ მაგალითად გავლობა ბერძნულად არის ნუ ინგლისურად გვერდიდან აყოლებ თვალს ნუ თუ პირიქით და მაგათ კარგი არის რა ეს სკელი წიგნია თელი მსახურება ინგლისური ენა იცვლება კი სხვადასხვა გამოცემაში ხოლმე ზოგჯერ სხვადასხვა ინგლისურები არის ხო რა თქმა უნდა სხვებს არ აქვს ესეთი მე არ მინახავს ხალხს აი აქ არის პირდაპირ აწყობილი რა აი ზუსტად ისე როგორც უნდა იმსახურო რა არავით არის სხვა წიგნების ძებნა და არავით არის რაღაც ერთი წიგნი მეორე წიგნი მეხუთე წიგნი იქ წერი აი ხალხი რასაკეთებს ეს რასაკეთებს ესად გამოდის ის მიდის და ეს ერთი კრებული არის ლამაზად ესე გაკეთებული ყველა მიცის როგორ თვალიცაც ადევნებს და კაი არის რა გარდა მაგის ახლა მაგირა შოშია მაგრამ არის ეგეთი მომენტიც რა რომ ესე იგი ამ სახურებაში ყველა დეტალი და ისინი არ მახსოვს ბევრია ბერძნს გამოცემულიც აქვს ეგ ერთ-ერთ იმაში ერთი წიგნი არის რამდენიმე არის გამოცემული სადაც აი აღწერენ თავის ემოციებს ან განმარტებებს ზოგი ნახევრად სამეცნიეროა ზოგი სამეცნიერო და ვინც ახლა ბერძნული იცის და ბევრმა იციან უკვე ბიჭებმა გოგოებმაც ალბათ ბერძნული სასწავლებლად წავიდა იმათვე ძალიან ადვილი იქნება ამისი ანტონას თარგმნა ან გადმოტანა უბრალოდ საქმე იმაშია რომ ნიუანსურად განსხვავდება ჩვენი მსახურება მეორე დაინტერესება არ არის საქართველოში მანდა მაინც ამის წაკითხვის და ამის შინაარსი წვდომის ან რატომ არ აკეთებენ სიმართლე გითხრათ არც ვიცი ეხლა მე ძალიან ადვილი გამიადვილდება მაგის გაკეთება არაფერი პრობლემა დღევანდელი თან ტექნოლოგიებით მე ხა კიდე ჩამორჩენილი ვარ და რაღაცებს აკეთებენ ეს ბავშვები არა უკვე ყველა ჩემს გარდა მე მგონი რომ აი მაგალითად თუნდაც ის როგორ მარხვანი რო კონდეს თუ თავისუფლად ჭერილია იმ მარხვანის ახლა პრინციპში გადაწერა ძნელი იქნება მაგრამ აი ფოტოთი გააკეთება რაღაცას ისე გააკეთება რომ აი ერთი კარგი ის ააწყო რა მისგან ნაქვია მაგრამ შეთანხმება არ არის ყველა თავისებურად სახურობს ზოგი რაღაცა ხუნდაძეო ზოგი ისო ზოგი და ყველა ერთმანეთს უმტკიცებს ვინ უფრო მართალი უფრო მაგარია და რეალურად არავის არაფერი არ აინტერესებს რა აი პროსტო მიდის ეს მსახურება რაღაცას რაც უფრო მეტად დაიტანჯებიან ამით უფრო მეტად შინაარსი არ აინტერესებს მოკლედ ამაშია საქმე რაღაცა ტიპიკური უნდა შესრულდეს და всё მორჩახანა არა და იქ შინაარსი ძალიან მაგარია რა სხვათა შორის ძალიან უცნაურად და კარგად არის აგებული ჯერთი მაგის ისტორია მაგის შესწავლის ისტორია ესე იგი როგორ არის ეს ნების შვიდეული ერთმანეთზე დაწყობილი ეს არის სხვადასხვა ტრადიციები საერთოდ მარხვანი ეგეთია რომ ეს არის სხვადასხვა ტრადიციები მართლმადიდებლური რა თქმა უნდა ცხადია კონსტანტინოპოლის სტუდიური კიდე რა ვიცი მე რაღაც მახსოვს ეგენი და ერთმანეთში არის შეტყუპებული და აშკარად ჩანს ზოგჯერ ერთმანეთზე გადადებები აი მაგალითად ის რომ დიდი ჟამლები ქვია ეს შობის დროსაც არის ეს შობასაც არის ნათლისღებასაც არის და მარხვაშიც არის ხა რეალურად ისტორიულად ესე არის ჯერ მარხვებს გაუჩნდათ ეს დიდ მარხვას რა მაგალითად დიდ ნების შვიდეულს მაგრამ მე გადმოვიდა იმას მიბაძეს ხო შობის და ნათლისღების მსახურება იმას მიბაძეს მაგრამ თვითონ ეს ნების შვიდეულის ისტორიაც საინტერესოა რა საერთოდ როგორ წამოვიდა ორჯერ ვამთავრებთ მარხვას ხო ერთხელ პარასკევს ვამბობთ რომ დამთავრდა და მე არის ნების შვიდეულის ოთხშაბათს ეს ორივე ტრადიცია ერთად არის მე დღეების ათვლა როგორ არის თუ ბუკვალურად გავყვებით ჯულის კანონს შაბათ-კვირას მარხვა არ შეიძლება ამიტომ უნდა იყოს 8 კვირა და 8 კვირა ესე იგი კვირაში 5 დღე მარხვა 2 დღე არა მარხვა და აქეთ ასე გამოდის 40 დღე მარხვა და რეალურად ეხლა თქვა 40 რეალურად გქონდა 60 დღიანი მარხვა გაქვს ხო რეალურად ეგრე გამოდის იგარა 5 კვირას დამატებული
კიდევ 2 კვირა რა 6 კვირა დავანდრებულ კიდევ 2 კვირა რაღაც ესე გამოდის თუ რაღაც ხო და ეს ყველაფერი მოკლედ სხვა ტრადიციებია და ეხა მე იმას კი არ ვამბობ ეს შევცვალო და გამოცვალ ისედაც შეცვლილია და ისედაც გამოცვლილია უბრალოდ აქ ამერიკაში სტანდარტიზირება საბერძნეთში მეტნაკლებად სტანდარტიზირებულია მაგრამ საბერძნეთშიც რო აიყოთ წიგნები რომელიც გამოდის სხვადასხვა მაგალითად მიტროპოლია გამოცემს ან სხვა გამოცემლობა გამოცემს ან სხვა პერიოდში არის გამოცემული ენა რა თქმა უნდა და იგივეა იქ არის პატარა ცვლილებები ხოლმე რაღაც სიტყვებში და რაღაცაში მაგრამ დიდი მნიშვნელოვანი არაფერი არის უბრალოდ არის ხოლმე თვითონ პატარა ჩანაცვლებებია რა ზოგი მაგალითად ჯვრის წინამდე გამოდის ჯვრის უკან გამოდის ზოგი ისე პატარა ცვლილებები მაინც არის მაგრამ აქ ამერიკაში მეტნაკლებად სტანდარტიზირებული არის უკვე თუმცა ზოგჯერ ვდელი ჩამოვა ხოლმე იქიდან თავისი სოფლის რაღაცის მომენტიც უნდათ რომ გააკეთო მაგრამ ბევრნაირი ვარიანტებია რა მსახურებასაც მაგრამ მე არ ვამბობ რომ უნდა იყოს მანდამაინც ხა შესწავლილი იქ და რაღაც ამოხებული და რაღაც არა ამოხებული უბრალოდ კარგია რომ გვესმოდეს შინაარსი კარგია რომ გვესმოდეს რა არის მთავარი ნაწილი ეს ასკეტურ ნაწილზე გადავიტანთ ამ ყურადღებას თუ გადავიტანთ რაციონალურ მუსიკალურ ესთეტიურ მომენტზე ესე იგი ესთეტიკა ხა ისეთი რამეა ესთეტიკაშიც ბევრნაირად გაიგება ხოლმე ესთეტიკა ესე იგი გზნობისაგან ესე იგი ნაკლები რაციონალიზმი და მეტი განცდა თუ ესთეტიკა თავიდანვე რაციონალურია კანტისთვის ეს რაციონალურობის მწვერვალია პირიქით და ზნეობისა და რაციონალურობის თავმოყრა ესთეტიურში და სადაც შეიძლება მართლა ადამიანმა აი სიამოვნება გაიხადო უკვე ესე იგი თუ მოვალეობა არის უპირველესი ამის შეიძლება სიამოვნება გახდეს ხა წამყვანი რა ეგეც შეიძლება ნუ კანტთან და მოგეთ ეს მე მაგიტო ვიცახი რომ კანტის ესთეტიკა არის ხსნა მართლმადიდებლებისთვის რა ნუ განსაკუთრებით ლიტურგიებისთვის ოღონდ ძალიან ძნელია რთულია და მისი შესწავლა ნუ რა ვიცი რა ნუ მაგრამ შესაძლებელია თუ მე მოინდომებს შესანიშნავი აი მაგალითად მე მაგური მაგ წიგნი ეს არის ლექციების კურსი კანტის ესთეტიკაზე უნივერსიტეტებში წაკითხული რა სულად განსხვავებული პროფესორების სხვადასხვა უნივერსიტეტში ხო და ერთი ამერიკაში ერთი ევროპაში და ну საინტერესო თუნდაც ამით ქართულადაც გვაქვს მოკლე შინაარსი მაგისი რა მოკლე შინაარსი 600 გვერდიანი წიგნია თუ 500 ხო და короче რომელზე უნდა გაკეთდეს აქცენტი საქართველოში აქცენტი კეთდება ადამიანების ტანჯვაზე რა ადექი ფეხზე იდექი მუხლები ურთხივი თომ ეხლა დიდი მონასტრებში ვიყოთ ხო შეიძლება მოკლედ ესთეტიურად მაგის გაკეთება შეიძლება არა ნუ ეს 40 წელი ავიდა და არავინ ამაში არ დაინტერესებულა პატრიარქმა თავისი რაღაც კომპოზიციები შემოგთავაზა და ეგ იყო და ეგ ну ეგეც არ იყო ცუდი ეგეც ნიშნავს ეს შეიძლება იყოს თქვენ ზადორი და აი მე თუ ვქნი და ვაკეთებ ამას თქვენ შეკვირით და გააკეთეთ რამე რომ ჭუასთან ახლოს იყოს ამას ყველაფერი ჭირდება უფრო მეტად ჭირდება ну საორგანიზაციო საკითხები მოსაგვარებელი თეოლოგიური ფილოსოფიური და რაღაც მაგრამ მოკლედ არ გამოვა არაფერი როგორც ჩანს ხო მაგრამ არა უჩის კაცო მაგაზე არ ვიცი ესეც კაია რაც არის უბრალოდ ის თქმა მინდა ლევან ბერჯეშვილი ხშირად ამბობს ხოლმე რომ რუსთაველმაო გააკეთა ისეთი რამე რაც ჰუმორისთვის მე არავის გაუკეთებიაო რა ესე ჰუმოროსაც აჯობაო რა როდესაც მაგალითად სიუჟეტში შემოაქვს სხვა სიუჟეტები ეგ სიუჟეტი მიდის ქსოვილურად ესე იგი ეს სიუჟეტი კი არ ვითარდება სწორხაზოვნად ერთის ამბავი მეორე ამბავის შემდეგ უნდა მოხდეს და ამიტომ მაგალითად იქ რაღაც ორკვირიანი თუ 10 დღიანი ბრძოლა გაიწელა 10 წელად. ეგრე არ არის. ესე რაღაცა რომ მოხდა, იმის პავლად რომ რაღაცა ხდება, იმას ვეღარ აღწერს აღწერი და ამიტომ აი ეს პავლ მოხდენილ ამბავს როცა ყვება როგორც აი ერთი შემდგომ ამბავს რა და ესე იწელება დრო. ხო, მართლა სწორხაზოვანი დრო და აქ შემოდის ფილოსოფიური გაგება დროის და ეგეთი რაღაცები რა, ну
ესე იგი რომ ბერძნებისთვის დროს რო ხაზოვანია, თუ ციკლურია, ამ ხაზოვანია ებრაელებისთვის ეს ყველაფერი ტუხტა არის, არაფერი მსგავსი არც არ არის, ეს ციკლური დროებიც ხა რომის იმპერია უნდა ქვეყნის დასასრულამდე რომის იმპერია მთელი სოფლიო უნდა დაეპყროს და ეს არის ესქატოლოგია ვაფშე იმათ ქონდათ თუ ქონდათ ებრაელებმა თავიანთი ესქატოლოგია სწორედ ბერძნებისგან და იმისგან ისწავლეს მე რო შეიქმნა აპოკრიფები იმ აპოკრიფების ნიადაგზე შეიქმნა მე ჩვენი გამოცხადება იოანეს გამოცხადება ეს ხა შესწავლილია უკვე გერმანელებმა მე-19 საუკუნეში ეს ყველაფერი შეიცვალეს და მე-20 საუკუნეში უკვე დასრულებულად გამოცხადდა ეს ყველაფერი მაგრამ საქმე მაგაში კი არის ვიცი ფამიდა რომ ლევან ბერძენიშვილი ამბობს რომ ესო ყველაფერიო ესე იგი რუსთავმა შემოიღო რომ აი რაღაც ამბავი მოხდა მე შეხვდა ასმათი უყვება რაღაცას მე ტარიელი კიდე უფრო უკან გადადის მე იმავე ამბავს ტარიელი ყვება მე ავთანდილი ყვება მე ეს ორი ერთად ერთიანდება მე ნესტანის ამბავი ხდება მე ფრიდონის ამბავი ესე იგი ეს პარალელური ამბები ეს ან და ერთი ნუ რაღაც ეს ამბები რომლებიც სხვა კუთხით არის დანახული ამბები ბევრი ისტორიებია და ეს რაღაცა ისე არის მოცემული აი დროში მოგზაურობა გამოდისო და სხვა თემებიო ერთად შეიქსოვება ერთ ტექსტად ერთთლიანობად გადაიქნება და აი აქ გიტება რაღაცა დროისა და ნუ ხატული ტექსტის რაღაც ახალი განზომილება და ახალი ხო დროითი და ნუ სივრცობრივი განზომილებაზეც ლაპარაკობს და მთელი სოფლიო საქართველოა და ეგეთ რა ბერძენიშვილა მაგრამ მე ხა როცა ამ ვნების ვიდეოს აიკითხავთ, იქ ნახავთ რომ თუ როგორ ხდება სხვა ისტორიების ერთ ისტორიად მოყოლა. აი ნახავთ იქ არის იოსების ამბავი, იობის ამბავი, ლაზარეს ამბავი, იუდას ამბავი, მოციქულების ამბავი, პეტრეს ამბავი, ღვთისმშობლის ამბავი. ყველა ეს ერთი მხრივ რომ დროში მიდის ისევე როგორც ფეხისყაოსანი რაღაც დასაწყისზე და ბოლოსკენ მიდის ესე ხდება და მეორე მხრივ იქ მოითხოვება უამრავი ამბები იქ იოსების ამბავი მოითხოვება და რაღაცა მთელი ამბებია რა ამიტომ რომ ესო ბერძენიშვილი რომ ამბობს ესო know-how არისო არ არის know-how ესე იგი მაგ პერიოდისთვის უკვე ეს ისტორიების ერთად მოყოლის სხვა დროის ამბების ერთად გადმოტანა და ეხლა მოყოლა ისე რომ თან აი ის წარსულში და დღეს რაც ხდება ამას ორივე ერთად ხდება და ორივე ერთად მიყავხართ ორივე ერთად რაღაცა ქმნის მომავალს რომელ მომავალშიც მე მომავალი უკვე თავისებურად ხსნის ამას ყველაფერს და თავისებურ გასახებს აძლევს ყველა აი ამ ისტორიას რომელიც აი ესე აბურდულად არის ერთმანეთში მოცემული ეს ყველაფერი არის ამ ნებისმშვიდეულის აი ამ ჰიმნებში და მსახურებებში მოცემული. რაც ეხლა რო გითხარით, აი საათები არის მეტი, ჟამთამსახურება რომ არის, ჟამანების მსახურება. პირველი ჟამი არის მე-3, მე-6 და მე-9 ჟამი და მე სადილი ჟამი მოდის და მე მწუხრი. ეს მაგალითად პარალელური მსახურება არის იმისა, რაც წინაღამეს უკვე მოხდა, როცა 12 სახარება იქნა წაკითხული. ესე იგი, იქ რაც ზოგიერთ ტრადიციაში ხდებოდა ცისკარზე და მწუხრზე, აი ზოგიერთ მსახურებაში საათებად ჰქონდათ გაშლილი. თუ გარკვეულ მსახურებაში ყველაფერი ერთად იყო შეკუმშულად მოცემული ამ წუხზე ან ცისკარზე, აქ საათობრივად იყო ეს გაშლილი. იმიტომ რომ თვითონ ჟამნების ლოცვაც ეს ტრადიციაც სწორედ მაგას გულისხმობს პატრიარქმა რომ შემოიღო ეხლა რაღაც დღეში 7 გზის ლოცვები, რეალურად იყო ხოლმე დღეში 3 გზის ლოცვები და დღეში 11 გზის 12 გზის ლოცვებიც იყო და დღეში კიდე რაღაც 7 გზის ლოცვებიც იყო და ასე შემდეგ რა ეს სხვადასხვანაირად იყო ხოლმე. პატრიარქმა მუსულმანებთან ნახეოდა იქიდან შემოვიდანო ათუნდა მაგას მუსულმანები ეგ ტრადიცია ყველგან იყო ვთქვათ მუსულმანება ეს რაღაც დოგმის პრაქტიკაში აიყვანა ხო ესე რა ხო და ანუ კიდე ხა რას ვამბობდი რა დამინდოთ ხა ამ ყველაფერს მეთქვა რომ აქ არის კიდე არის მეორე მომენტი აი მე რო დროზე ვწერ და რიცხვები როგორ ესმით და დრო როგორ ესმით ბერძნებს და როგორ ზომავენ დროს მეორე მაშინ დროს არ ქონდა აი საერთოდ სიგრძეს დროს ზომავდნენ სიგრძის მიხედვით იმიტომ რომ ციფრები არ იყო ეს ციფრები შემოვიდა
რავი, მე-10 საუკუნეში შემოვიდა მე მგონი, ხო? ეს არაბული ციფრები, რომელიც დასაბამი აღმოჩნდა, რომ ინდურია და ინდური კიდე დასაბამით უნდა ჩინური ყოფილა, ყველაფერი ჩინეთიდან მოდიოდა, ინდეთის გავლენა. მერე ბერძნებს არ ჰქონდათ და რომაელებს არ ჰქონდათ, არც ქრისტიანებს არ ჰქონდათ ნულის კონცეფტი. არაფრის კონცეფტი არ ჰქონდათ. ნულის კონცეფტი, ნული რიცხვი იყო თუ არ იყო რიცხვი. რა ეხლა ხო ჩვენ მათემატიკაში ნული რიცხვია, და 1-2 რიცხვი. აი მათთვის რიცხვი იყო 1, ნული არ იყო რიცხვი. ნული არ არსებობს როგორც ასეთი. არაფერი არ არსებობს როგორც ასეთი ბერძნებისთვის. ვიდრე არაფერი ყოველთვის რაღაცის ადგილია რა. მე პრობლემა სტოიკოსებსაც ჰქონდათ. აი მაგალითად დედამიწა სფეროსებელია, მაგრამ თვითონ ეს სფერო სად არის მოთავსებული და აი იმას სადადროსად რო არ მოთავსებული, იმას უწოდებენ ინკორპორიალს, ესე იგი იმას უწოდებენ წმინდად გონებრივ სივრცეს, გონებრივ წარმონაქმს. ნახევრადღორები ინკორპორიალი. ხო მოგეძახეთ და იქ ინკორპორიალები არიან ასევე რიცხვები. და რიცხვი რა არის ამას მამარდაშვილი ძალიან მაგრა იმეორებს. რიცხვი არის მაგალითად მეგობრებო, აი როგორ გითხათ ახლა. აი წარმოიდგინეთ სივრცეა, ხო? ამ დღეების რაოდენობა, აი 15 დღეა რა, 2 კვირა. ნუ დაყოფა არა გაქვს, უბრალოდ რომ მიდის, ხო? რა არის ხარიც? აი ამ 15 დღის განმავლობაში თქვენი ყავით, შენი ყავი შენ მეგობართან რა. და კაი მაგარი 3 დღიანი კეიფი გამოაცხი. ხო? რომ მიდის უაზროდ. აა მიდის რა, არც ანუ შენ კიდე კეიფობ, ხო? და მე ეს მოხვედე ამ კეიფზე, წამოხვედე რაღაცა აი ამ დროში, რაღაცა მონაკვეთში შეიქმნა რაღაცა. ვიკეიფეთ, 3 დღიანი კეიფი. მაგრამ ნუ ახლა 3 დღე ვამბობდნენ, მაგრამ ნუ ახლა წარმოგიდგენთ დღის თვლები არ თვლი რა დღეებს, არ ითვლება დღეები რა, просто მიდის დრო რა, წარმოგიდგენთ სადაც ნორვეგიაში ხარ და ღამეა. სულ ზამთარია ღამეა. მე გაიგებ გალდენ და ღამ დილეგში ხარ სადაც. და ნუ არიც ახლა გალდენა და ღამ და просто აი რაღაცა კეიფობ რა დროს ატარებ, დრო შემოგადნა ხელში. ან იმაში ხარ რა თქმა შორს ასო ათმინდა ნორვეგიაზე. კაზინოში შეხვედი აქ რა, დრო არ არის და როდის ტანდება, როდის ღემდება ვერ გებუდი. შეცად არის გაგიო. როდის დღაღამდება, როდის ტანდება ვერ გებუდი. ხო? წარმოიდგინე. აი ამ უსაზღრო დინარევაში, დროის დინარევაში, ამ უსაზღრო დილეგში ან კაზინოში შეხვედი და წარმოიდგინე ფული გაქვს ხელამდე და ვაფშე დრო და დროის გეკარგებ. მაგრამ მე გამოდიხარ აქიდან, ხო? არიცი რამდენი დღე გავიდა, როგორ გავიდა. რა არის შენი ერთეული? ეს არის აი შენი კაზინოში ყოფნის დრო, ან შენი მეგობრებთან კეიფის დრო. ერთი მთლიანმა შეიკრა და მიიღო საზრისი, ხო? ესე იგი, შეიკრა რაღაც ერთობა, რაღაცა დროის ხანგრძლივობა, დაერქვა რაღაც კეიფის დრო, რაღაცის დრო. აღდგომი ხო კვირა, აღდგომა კვირა ორ შაბათი, მე შაბათი რაღაც ეგეთი, ხო, ერთი შაბათია დღე და მე წამოვიდე ერთ შაბათ, ორ შაბათ, იქიდან იწყება. აი ეს ერთი რაც არის, აი ეს ერთი. ამ ერთს წარმოიდგინეთ ეხლა რომ აი ეს ერთი რომ შეიკრა, ხო? მაგრამ ჯერ აზრი არ დევს ამაში. აი წარმოიდგინე შენი კეიფე, შენმაც მაკაცმაც იკეიფა, იმანაც იკეიფა, ყველა სხვა აზრები გაქვს. პროსტო ამ ერთ რაღაცას ჩვენ დავაჯეროთ ჩვენც მაკაცი მოვიკეიფით, ხო? მე ამას ამ კეიფის ამბავს ყველა მოყვება სხვადასხვანაირად. შინაარსი ამისი არის მხოლოდ ის რომ იქ იყო კეიფი. მეტი არაფერი. აი ამ კეიფსაც თავი დავანებოთ, შეიძლება იქ ვიყავით და ჩხუბობდით. შეიძლება დილეგში ვეყარეთ და უკნესოდით და კვდებოდით. და არ ვიცით რამდენი დრო გავიდა. შეიძლება დილეგში ვიყავით და ვიხჩობოდით. ან რავი მე რაღაცა იყო რა, შინაარსი შეიძლება იყოს ბილიონი. თან ერთი შინაარსიც რო იყოს, მაგალითად ყველანი ჩაყრილები ვართ იქ და ვიხჩობთ რა, გუდავენ, მაგრამ გადავრჩით ხო? მე ყველა ამას თავისებურად მოყვება. მაგრამ წარმოგიდგენთ, ამიტომ ჩავტოლოთ რომ აი ეს ერთობა რაღაცა რაც იყო რა შედგა. აი ამ უსაზრო უწარსულო, უმომავლო, უკიდეგანო რაღაცა სივრცეში, დროით სივრცეში ამ შემთხვევაში. არის ერთი რაღაცა მარყუჭი შეიკრა.
ერთი გაიკვანძა რაღაც რომ შინაარსი. აი ეს არის რიცხვი, ეს არის ერთი. ესმით რა შეიძლება. ის არც პირველია, არც მეორეა ვიღაცა. ის არ არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ის არის ერთი. ბერძენი ამას ამბობს, ის არის ერთი. ამ ერთის გაზომვას ის მანძილები დააკეთებ. ხო და ეს არის ერთი. მეტი შინაარსი იმას არ აქვს. აი მარყუში შეიკრა არის ერთი. მერე მეორე მარყუში შეიკრა, მაგალითად მე აქ ვიქეიფებ მაგაცე და ამასობაში ვიღაცა პარალელურად იმაში იყო ჩაგდებული, რა, დილექში იყო. ის არის მეორე ერთი. ესე იგი ორი. ის სამი, ის ოთხი. მე ამათ შორის კავშირი რო გაებმება, აქედან იქ გადავედი, ის გავიგე, მე იქიდან გავიგე, ის იმანებს გამართა. აქედან ღებულობ ჩემთან რიცხვების მიერ აიგება, ასე ვთქვათ, ცხოვრებაო რა. მაგრამ პირველი რომ მოხაზვა მარტა შინაარსი რომ არა მოხაზვა შედგა, მაგრამ ჯერ შინაარსი არ ვიცით რა არის მისი, აი ეს არის მისი ერთ-ერთი შინაარსი, მისი ერთობა. ან მისი ორობა, ან მისი სამობა, ასე შემდეგ. ესმით, ხო და ასეთ გაგებაში, ესე რიცხვების ასეთ ფილოსოფიურ გაგებაში უკვე ჩადებულია ის, რასაც ეს ბერძენშვილი მიაწერს რუსთაველს. პროფესორად რუსთაველმა კარგი ფილოსოფოსი იქნებოდა ალბათ და ეს რაღაცნაირად, იმიტომ რომ ამავე პერიოდში ხა ის კი ამბობს, რომ პეტრიციო რუსთაველის მერე იყო ედიშერი, ნუ რამდენად ხა გეგრე მე არ ვიცი მაგას ალბათ დაადგენენ მე, მაგრამ რომ დაახლოებით ერთი პერიოდია რა, ესე იგი აშკარაა რომ ქართველები რაღაც ფილოსოფიურ განთავსებებდა არ არის გამორიცხული რომ რუსთაველს კარგი განათლება ჰქონდა ფილოსოფიური მიხედვით, ესე იგი თვითონ ფილოსოფოსი იყო და აშკარად იყო როგორც ჩანს ხო ფილოსოფოსი. ხო და აქედან გამომდინარე მას გექნებოდა ეს ინტუიციური გრძნობა იმისა რომ აი რაღაც ნოუ-ჰაუ არ იყო ეს. მას ჰქონდა იმის გაგება რომ მას ჰქონდა იმის გაგება, რომ ეს რაღაცა ამბები, აი ერთობა, ორობა, სამობა, შეიძლება ერთადაც ხდებოდეს, შეიძლება ცალსაკი, ეს არის ორი სხვადასხვა ამბები და ამას როგორ განალაგებ. ეს შენზეა დამოკიდებული. ეს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კი არ არის როგორ მაგალითად ჰომეროსთან პირველს მეორე უნდა ყავდეს, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე. ესე მოძიოდეს. არა უკვე ბერძნებშია ის გაგება, რომ ეს ამბები შეიძლება თამაშო რა და კიდევ უფრო ახალ იმაში მოაქციო. აი როგორც კალენდარია რა. 7 დღე, პირველი შაბათი, მეორე შაბათი, მესამე შაბათი, მეოთხე, მეხუთე შაბათი, პარასკევი მომზადებას ნიშნავს ბერძნულად პარასკევაზო. მერე მოდის შაბათი. მერე მოდის აღდგომა. ის აღდგომა უკვე პირველი დღე. მერე აი ეს მე გადადის თვეებში, თვეები გადადის წლებში. თვარის ციკლი, ამის ციკლი, იმის ციკლი, რაღაც ახალ აზრებში იკრება, რაღაც ახალი აზრი ჩდება. რაღაც აზრისკენ მიდის. ამას ახალი აი ეს რომ შეიძლება სხვადასხვა ერთებიდან ბევრი აი манипуლირება აკეთო და წარსული მომავალში გადაიტანო, მომავალი გადაიტანო უბრალოდ მომავალში უნდა გადაიტანო, აწყო წარსულში გადაიტანო და ეგეთი რაღაც შესაძლებელი ეს ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდათ არისტოტელემ ჩაატარა პირველმა ეს პროფესორად ეს პირველმა მაშინ ლოგოსი ჩაატარა ჰერაკლიტემას და ფილოსოფია მოკლედ ჩაატარა ეს ჰომეროსის მერე ჩდება ფილოსოფოსები პარმენიდემ ჩაატარა ეს პირველი და მერე ნუ ეს თავისებურად განვითარდა ასე რომ თქმა იმისა რომ რუსთაველმა ეს ნოუ-ჰაუდან მოიტანა და ეს არ ნახულია ლიტერატურაში ხა ლიტერატურაშიც გითხარით რა მსახურებაში ესე იყო ლიტერატურაში ხა იმაშიც გრიგოლ ხანძთელშიც არის გადასვლები გადმოსვლები კაც სწორხაზოვნად მანდ-მაინც არ ვითარდება ასე რაღაცა მაგალითები ქონდა რა მაგის კონდენდო რა ვეკამათები ხა პირიქით არა მე ჩემი აზრით ვთვლი რომ კი რუსთაველმა გააკეთა შემოიტანა მაგრამ ეს არ იყო ნოუ-ჰაუ ეს იყო
არც ლიტერატურაში არ იყო ნოუ-ჰაუ. თვითონ ლიტერატურა იყო ნოუ-ჰაუ მაშინ ესე რომ თქვა. და ვეფხისტყაოსანი პირველი ჩვენი ლიტერატურული ნაწარმოებია და ამიტომ ნუ კაი, მაშინ უნდა თქვა, რომ მაშინ მთლიანად ნოუ-ჰაუ იყო ყველაფერი, აი. მაგრამ ლიტერატურა, მაგრამ როგორც ასეთი რომ აი ესე გალაგება, ესე ხდება და აი ეს უკვე ბერძნულ ფილოსოფიაში ეხლა რა არის, იცით, იმიტომ რომ ქრისტიანობის უპირატესობა წარმოადგენენ ხოლმე ბერძნული ფილოსოფიიდან კარიკატურას ხატავენ. აი ეს არის თან მერე ეს გაიმარჯვა ამ დიალექტიკურმა ჰეგელის დიალექტიკამ, რომ რაღაცა სწორხაზოვნად ვითარდება ყველაფერი და სინამდვილეში სწორხაზოვნად კი არ ვითარდება ყველაფერი, სწორხაზოვნად შენ ან ვითარებ ინდივიდი, როდესაც შენ დასახავ რაღაცა კიდევ ერთ ერთობას და ასე შემდეგ. ოკეი, არ ვიცი ხა მე გავგებალი და გასაგებრო თილობა ხა მომერია სხვადასხვა შორის ძილივით.